შარშან საზამთროს მურაბა ვერ გავაკეთეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ ვიშოვეთ სამურაბე საზამთრო. მე ცალკე ვეძებე, ნინომ ცალკე ეძება და ვერ ვიპოვეთ. წელს მივაგენით და არა უშავს. მთლად ისეთი სქელი ქერქი არა აქვს, როგორიც წინათ ქონდა საზამთროს მურაბისთვის. საზამთროს, მაგრამ არა უშავს. წამხთარ საქმეზე არა უშავს. ქალები მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდნენ მურაბის კეთებას, თუ მე დაუჭრიდი და გამოუქუთნავდი. სხვათა შორის გამყიდველმა მითხრა, რომ არ ვარგა საჭმელათო. არ ივარგებსო, მაინდა-მაინც საჭმელათო. არც ისე ცუდი არაა. ხრაშუნაა და შვენიერი ვარდისფერია. თლაც სიტკბო და არ გადმოსდის თაფლი, მაგრამ ცუდი არაა. მაგრამ გუშინ გაკეთებულები უკვე სამ-სამს აკეთებენ ყოველ დღე. და შვენიერი ქარვასავით გამოდის. ხრაშუნაა, რაც მთავარია და კაია. დიდად მე არ უწყალობ, მაგრამ იმას აკეთებთ გაზაფხულზე, ხაჭოს პასკას და იმის განუყრელი ნაწილია. ზოგმა თქვა ასტრახანის საზამთრო ქვია მაგასო, ზოგმა თქვა მინაზოტი ქვიაო. თლად კარგად ვერ დავადგინე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თავარია რომ გამოგვივა, ასე უნდა დაურჩიო და დანარჩენს თვითონ იზავე. დიდებია ძალიან და ვერ ერევიან ქალები. მაინდა-მაინც არ მოწონთ გაჭრა. მურაბამ შვენიერი ცუკატებივით გამოვიდა ხრაშუნა. კარგია ნახე? აი. თაფლივით წვენი გამოვიდა და კაი ხრაშუნა აყოფები. იმით დაჭრეს ფიგურული დანები რომ არა. შვენიერი გამოვიდა. ამას გავაცივებთ და ცოტა შევექცევით. რომ მეგონა ეს ის ჯიში არ გამოდგა. მეგონა რომ იყო ასტრახანის საზამთრო. იმ ასტრახანის საზამთროს ქონდა ძალიან მსხვილი ფრჩხილის ხელა ნაყოფები. თესლები. რომ მეგონა ის ჯიში ეს არ არის. მე რომ გულისხმობდი ასტრახანის საზამთროს, იმას აქვს ფრჩხილის ხელა დიდი მსხვილი თესლები. კანი იმასაც სქელი აქვს. ამას რომ გითხრათ, ეხლა რამე სასწაულია, მაგრამ იმ ახალ ჯიშებს, ეხლა რაც იყიდება მოგრძო საზამთროები, ძირითადად რაც არის, იმას ყველას აქ თლად თხელი კანი, ამ ხელაც არა აქვს და საერთოდ ვერ გააკეთებ. ხო და ამას არ აუშავს. რაღაცა მაინც გამოიჭრება. ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც გამოვა. ასე რომ ხაჭოს პასკისთვის გვექნება მურაბა. ისე მეყვარებით ყველაზე მეტად მიყვარს ტყემლის მურაბა. გასაკვირი რადგანაც არ უნდა იყოს და შინდი მიყვარს კიდე. მომჟაო აწი დაიწყება შინდი და ბევრს გავაკეთებთ. ჩაისთან თუ არა ისე მურაბა, რავის დიდად რომ გითხრა, არ უგიშდები. რა თქმა უნდა, ლეღვის მურაბაც მიყვარს. კაკალიც მიყვარს. ჩემი მამიდა იყო თალიკო მამიდა, ის ამბობდა, მე ხილი არ მიყვარს. ლეღვი თალიკო მამიდა, ლეღვი კი. ყურძენი თალიკო მამიდა, ყურძენი კი. ატამი თალიკო მამიდა, ატამი კაია. მსხალი თალიკო მამიდა, სასელა მსხალი მიყვარს. რასაც ჩამოუთვლიდი, ყველაფერი უყვარდა, რომ გეკითხა, ხილი არ უყვარდა. ისე ვარ მეც. აი მარიამ გვეყოფა. არც მოსაყოლი მაქვს არაფერი და არც საჩვენებელი. ვის უკვირს ახლა საზამთრო და საზამთროს მურაბა.